მადლი და მშვიდობა ძვირფასებოდა სრულიად საქართველო. დღეს კვირაა, საღამოს 8 საათი და ჩვენ ტრადიციულად ერთმანეთთან საუბრის საშუალება გვაქვს. როგორც ყოველთვის, პირველ რიგში უღრმეს მადლობას მოგახსენებ თითოეულ თქვენთაგანს გამოჩენილი ყურადღების, კეთილი სიტყვის და ამ გადაცემის ამა თუ იმ ფორმით შეფასებისთვის. მე დავიწყე ამ გადაცემების გამოქვეყნება სხვადასხვა ჯგუფებში და მიხარია, რომ იქაც მოწონება ხვდა წილად. დღევანდელ ჩემს საუბარს, როგორც ყოველთვის, დავიწყებ იგავით, რომელიც ძალიან საინტერესოა ადამიანის ცნობიერებისთვის. დღევანდელ იგავს წარმოგიდგენთ ასეთი სახელწოდებით: ნამდვილი სამოთხე. ერთხელ გზაზე მიდიოდნენ ადამიანი, ცხენი და ძაღლი. და როდესაც მათ გააუარეს უზარმაზარ ხეს, მოულოდნელად იელვა, მეხი დაეცა იმ ხეს და სამივე ადგილზე მოკვდა. მაგრამ ადამიანი მაშინვე ვერ მიხვდა, რომ ეს სამყარო მიატოვა და გააგრძელა გზა ცხენთან და ძაღლთან ერთად. ეს მიხვდებით ალბათ, რომ იგავია და არა აქ პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ თუ რატომ მკითხულობ ამას, საბოლოო ჯამში ფინალში გავიგებთ. საერთოდ მიცვალებულები იმ წუთში ვერ გებულობენ რა დაემართათ მათ და აგრძელებენ ჩვეულებრივ არსებობას. და ეს ფაქტიურად ასეც არის, იმიტომ რომ სული ხომ მარადიულია, სული აგრძელებს არსებობას. და აი გაიარა გრძელი გზა, მიდიოდა მაღალ მთებში, ცხენთან და ძაღლთან ერთად. მზე უმოწყალოდ აცხუნებდა. სამივე იტანჯებოდა ცალკე სიცხით, ცალკე წყორვილით. და აი ერთ-ერთ მოსახვევში მათ გამოუჩნდათ დიდი მარმარილოს პორტალი და მის უკან კი ბაჯაღლო ოქროთი მოპირკეთებული მოედანი. შუაში კი ჩქეფდა ცივი და გემრიელი წყალი. მგზავრი მივიდა დარაჯთან, რომელიც იცავდა აქ შესასვლელს. გამარჯობა, გაგიმარჯოს. რა ქვია ამ შვენიერ ადგილს? ეს სამოთხეა. რა კარგია, რომ ჩვენ სამოთხემდე მოვახციეთ. არადა თან როგორ წყურია. შეგიძლია შეხვიდე და დალიო რამდენის გინდა. ხო, მაგრამ ჩემ ცხენს და ძაღლსაც წყურიათ და ისინი იტანჯებიან წყორვილით. ძალიან მწუხვარ, უთხრა დარაჯმა, მაგრამ ცხოველებისთვის აქ არ შეიძლება შესვლა. დადარდიან და დანაღვლიან და მგზავრი. იმიტომ რომ წყურვილის ტანჯანდა მოუთმენლად, მაგრამ მაინც მარტომ არ დალია. მადლობა გადაუხადა დარაჯს და გააგრძელა გზა. დიდხანს მიაბიჯებდნენ ისინი ციცაფო ფერდობებზე და სულმთლად გამოელია თითოეულ მათგანს ძალები. და აი ბოლოს და ბოლოს დაინახეს გარკვეული დასახლება, სულ ხით გარე მოცული. დაინახეს გზა, რომელსაც ორივე მხრიდან ლამაზად დარგული ხეები ამშვენებდა. და ერთ-ერთი ხის ქვეშ
რომელიღაც ადამიანი როგორც ჩანს თვლემდა. გამარჯობა მიესალმა მგზავრი. მან დუმარებით დაუხარა თავი მისალმების ნიშნად. მე, ჩემი ცხენი და ჩემი ძაღლი წყურვილისგან ვიტანჯებით. აი იმ ქვებს როგორც კი გაცდები, წყარო შეგხვდება. წადი და დალიეთ რამდენიც კიდათ. მგზავრი, ცხენი და ძაღლი წავიდნენ მითითებულ წყაროსთან და დაიკმაყოფილეს წყურვილი. შემდეგ მგზავრი მობრუნდა, რომ მადლობა გადაეხადა. მობრძანდით, ყოველთვის მზად ვიქნებით, რომ სიხარულით მიგიღოთ თქვენ. ხომ ვერ მეტყვი რა ქვია ამ ადგილს? 64. 64? აბა იმ მარმარილოს პორტალის დარაჯმარო გვითხრა ჩვენ, რომ 64 იქ არის? არა. იქ 64 არ არის. იქ არის ჯოჯოხეთი. კი, მაგრამ სხვადასხვა ადგილს ერთნაირი სახელებით რატომ მოიხსენიებთ? ეს არ დააბნევს მგზავრს და არ გამოიწვევს საშიშ მდგომარეობას? არავითარ შემთხვევაში. სინამდვილეში ისინი ჩვენ დიდ სამსახურს გვიწევენ. აი იქ რჩებიან ისინი, ვინც მოღალატეა თავისი საკუთარი მეგობრების. აი, ჩემო ძვირფასებო, ესეთი ლამაზი და საინტერესო იგავი მოვისმინეთ დღეს. მართალია, აქ შეიძლება რეალური არც არაფერი ყოფილიყო, მაგრამ თავარი აზრი იყო იმისი, რომ როგორც გახსოვთ, მე ჩემი სულ პირველი გადაცემა ერთგულებასა და ღალატზე დავიწყე და ისევ აი აქ კვლავ ერთგულება და ღალატი გამოჩნდა. ადამიანმა არ უღალატა მეგობრებს. ვაგრძელებ კვლავ ეფრემ ასურის ფსალმუნის კითხვას. ნეტარ არის კაცი, რომელი არა განსცხრების ცოდვითა, არამედ მაცხოვნებელ სინანულისა სიყვარულითა, ყოვლითა გულითა ეძიებდეს წინაშე მაცხოვარისა ღვთისა ჩვენისა განმართლებასა. და აქვე სურს წაგიკითხოთ ასეთი ლექსი, რომელიც მოვიდა ჩემ ცოდვილ გონებაში და შემდეგ დაიწერა. ლექსს ქვია საუკუნო ხვედრი. ისე ვერ განლევ დღეს შე რომ გინდა, უღმერთოთ მზეც კი ვერა მობრწყინდა. ვერც მთვარე მისცა ნათება ღამეს და ვერც ვარსკვლავი ცას ალამაზებს. ვერც ფრინველს ძალუც აფრინდეს ზეცად, ვერც ცხოველს იყოს იმრავლოს ქვეყნად. ჩვენ მისთვის ყოვლა ძვირფას ქმნილებას ვერ ძალგვით სულში მცირედ ცვლილებას და საუკუნო ხვედრით იქნება იმის მიხედვით ვინ რა ინება. ჩემო ძვირფასებო, აი ამ თემას ეძღვნება ის წერილები, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ ყოველ გადაცემაში, რომელიც ეხება გარდატეხის ასაკში მყოფ ყმაწვილს, ანუ ჩვენ ჭირვეულ სულს. ვაგრძელებ კითხვას. ჩემი აზრით შენ ძალიან აჭარბებ. დედაშენს ნამდვილად არ სურს საკუთარ თავზე შენი ცხოვრებისათვის სრული პასუხისგებლობის აღება და რომ სურდეს არ ძალუც მას ამის ქნა. შენ არა მარტო ამჟამად აგეპასუხს საკუთარი ცხოვრებისათვის, არამედ დროთა განმავლობაში ეს უფრო და უფრო გაიზრდება
და ეს პროცესი არასოდეს არ წყდება. დედას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს. ის რომ ნამდვილად პასუხისგებელი იყოს შენ სიტყვაზე და საქმეზე. ალბათ ამას იქ გაუმართლებელი სისასტიკით და განერვიულებული, რაც ბუნებრივია, რომ არ მოგეწონება. თუმცა ამის გამოსწორება სავსებით შესაძლებელია. პასუხისგებლობა კარგი საქმეა. აბა ჩაუფიქრდი მთავარი აზრის გამომხატველი სიტყვის ძირს. პასუხი. და ისიც ვის წინაშე? მშობლების, ნათესავების, საზოგადოების, სახელმწიფოს, ღმრთის. ამ საკითხების მიმართ ყურადღებიანი ადამიანი ეს გახლავთ ისე მცხოვრები და მოქმედი, რომელსაც ყოველთვის ძალუძს ღირსეული პასუხისგება საკუთარი აზრის, სიტყვისა და საქმისთვის. შეუძლებელია პასუხისგებლობა მხოლოდ მცირე დროით. ყრმების და ჭაბუკების აღზრდა კი ზუსტად იმისკენაა მიმართული, რომ ისინი უპასუხისმგებლონი არ გაიზარდნენ. მოზარდებს პასუხისგებლობისთვის თანდათან ამზადებენ. შენ საერთოდ არ გესმის ტერმინები პასუხისგებლობა და თავისუფლება. თვლი რომ თუ ვინმე მოგცემს შესაძლებლობას იმისა, რომ პასუხისგებელი იყოს საკუთარი თავისთვის, ვითომ ამით მოიპოვებ დიდი ხნის ნანატროცნებას, მაგრამ ეს ასე არ არის. პასუხისგებლიანი ადამიანის თავისუფლება მრავალ მხრივ არის შეზღუდული. ის შემოსაზღვრულია ტრადიციებით, კანონებით, წესებით, მაგრამ ისინი არ ამძიმებენ მას. მისთვის ცხადია ის ფაქტი, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება შეუძლებელია იყოს უსაზღვრო და შეუზღუდველი. ის გარკვეულ საზღვრებითაა თავისუფალი და საზღვრებს კეთილი ნებით ირჩევს. აი შენ კი მხოლოდ იმისათვის გსურს პასუხისგებლობა, რომ მოიპოვო ის უსაზღვრო თავისუფლება, რომელშიც ცხოვრობ ამჟამად. მე გირჩევ, რომ იხარებდე იმ თავისუფლებით, რომელსაც ფლობ ამჟამად. ეს თავისუფლება შენზე გათვლილი პასუხისგებლობითაა შემოსაზღვრული. შეზღუდულობა იმ გალიასავით გაქვს წარმოდგენილი, საიდანაც აუცილებლად უნდა დააღწიო თავი. მე ერწმუნე, როგორც კი გათავისუფლდები სრული თავისუფლების ნაცვლად, ის განსაცდელი და უბედურებები მოგელიან, რომელთაგანაც ამჟამად ზუსტად ზემო ნახსენები გალიითახარ დაცული. რადგან მოწიფული ადამიანის ცხოვრებისთვის ჯერ არ ხარ მზად, ამიტომაც არის შენი თავისუფლება ჭაბუკის პასუხისგებლობის საზღვრებით შეზღუდული. სურს მოწიფული კაცის თავისუფლებისა და პასუხისგებლობის მოსინჯვა? შენი მათ ვერ შეეგუები და ვერ წაითმენ. ცოტაც მოითმინე, ჩემო კარგო და ყოველივე თავის დროზე იქნება. მოგწონს საკუთარი უაპელაციობა, ანუ თვითდაჯერებულობა. და როგორ ფიქრობ, ის მოსწონს შენს გარემომცველ ადამიანებს? დედის უაპელაციობა შენ არ მოგწონს და შენი უაპელაციობით ნუ თუ არ გავხარ მას? არსებობს თუ არა კაცის ნება სუსტი ამ ბუნებით ძლიერი? რაც ეხება სხეულს, მას ნამდვილად ბუნებით ძლიერს ან სუსტს ღებულობს ადამიანი. თუმცა ძალუძს განვითარება და მისი ვარჯიში. ბუნებით სუსტი, მაგრამ მოვარჯიში ადამიანი შეიძლება გახდეს ბუნებრივად ძლიერ, მაგრამ ფიზიკურად უძლურზე მტკიცე. ნებისყოფაზე უეჭველად იგივე ხდება. ამა თუ იმ ხარისხის ნებისყოფას ღებულობს ადამიანი ბუნებით, მაგრამ შემდეგში რასიზმს სრულიად მის საკუთარ თავზეა დამოკიდებული და ვფიქრობ უფრო მეტი ხარისხით, ვიდრე სხეულის ძლიერებასთან მიმართებაში. ნებისყოფის გამტკიცება უსასრულოდ შეიძლება. აი, აქ კი არ აქვს საზღვარი სრულყოფილებას, რასაც ვერ იტყვი სხეულზე. მისი სრულყოფილება გარკვეულ ფარგლებში შეიძლება. რატომ არის ასე? აბა სცადე და შენ გამეცი ამ კითხვაზე პასუხი. მოზარდის პასუხი. შევეცდები სხეულის და ნებისყოფის საკითხებზე გაგცეთ პასუხი. სპორტსმენები იკაჟებენ სხეულს და რეკორდებს ახდენენ.
მიუხედავად დიდი ხნის ვარჯიშისა, ისინი ამ რეკორდებს სულ უფრო იშვიათად აახლებენ და ისიც სულ რაღაც რამოდენიმე წამით ან სანტიმეტრით. აქედან კი ცხადია, რომ სხეულის სრულყოფილების პროცესს აქვს საზღვარი და ოდესმეც სპორტსმენები მიაღწევენ იმგვარ რეკორდებს, რომლებსაც ვერავინ სხვები ვეღარ მოხსნიან. მაგრამ აი ნებისყოფის შესახებ აქ ერთმნიშვნელოვნად ძნელია პასუხის გაცემა. ის და მით უმეტეს მისი სრულყოფილება ხილული სახით არ ჩანს და მის რეკორდებზე რაღა გითხრათ. ამიტომ როგორ შეიძლება იმაზე საუბარი, რომლის სრულყოფილებასაც საზღვარი არ აქვს? მის გაზომვა შეუძლებელია, ამიტომ მაინც ვერ დაგეთანხმებით, რომ სხეულისაგან განსხვავებით ნებისყოფის უსასრულო სრულყოფილება შეიძლებოდეს. ალბათ, მასაც გააჩნია გარკვეული საზღვარი და საერთოდაც ნებისყოფის თემის განხილვა ბურუსით არის მოცული. ხოლო რაც შეეხება სულიერ მოძღვარს, მე უკვე კითხეთ ერთხელ იმის შესახებ, რომ ღმერთთან ყოველგვარი შუამავლის გარეშე უნდა ვიქონიოთ ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, მაინც არა ვარ მღვდლების წინააღმდეგი, ვთვლი, რომ ისინი საჭიროები არიან, მაგრამ მათი საქმე ტაძარში მსახურება უნდა იყოს. როგორც ჩვეულებრივი პროფესიით მუდმივად საკუთარი საქმით დაკავებულნი. ანალოგიური ადამიანები უნდა მსახურობდნენ ეკლესიაშიც. აი, აქ შევწყვეტ ჩემო ძვირფასებო წერილის კითხვას და წარმოგიდგენთ რიგით მეხუთე სახარებას ლექსად თქმულს წიგნიდან ამბავი კეთილი. სათნოების და სიკეთის სილამაზის არის წყარო. ვისი გულით ცოდვილ სულის სინანულით დახსნით ხარობს. ამისთვის სამოივლინა უწყალობოს ვისაც რა უხმს, გაახაროს და უწამლოს ცოდვილ სულსა და მტკივან გულს. საქმე ესე სათნო ეყოს, მამას მისას წყალობა უხს, უმკურნალოს ბრმას ხეიბარს და ვინც არღვევს აღთქმას და რჯულს. ესრეთ იყვნეს ნეულ მრავალ, რომ არ ეთქვათ სამდურავი, ამიტომაც მოითხოვა და მოიღო ქრისტემ ნავი. ნაპირზე კი შეიყარა კაცი, ქალი უამრავი, რომ ისმინონ კაცთა მტრის სახმა მომწყვლელი, მომწამლავი. ისმინეს და გულისხმაყვეს, და მდგარიყო ხსნისა ჟამი, განადიდეს სულიწმინდით ღმერთი და ძე ღვთისა მამის. ვაგრძელებ ჩემი წიგნებიდან კითხვას, ჩემო ძვირფასებო. სიტყვითა შენით საშობ ერწისა, წინა მორბედსა შენსა გვიშვებსო, უტყუსა ბაგენის სადიდებელად შენ და განეხუნის ტკბილო იესო. ეს ნათლისმცემელზე იყო ძვირფასებო. ვწოდეთ და ჩვენთა სიტყვათა თვალთ ცრემნი და გვადინესო, დედამან შენ მან გვაცხოვნა ტკბილო უფალო იესო. არსობის პურსა უფალო მშიერსა გინაწილებსო, მემტილე ფოკას ვედრებით გვაცხოვნე ტკბილო იესო. მეტყველისა და უტყვისა მარხვამან ერი იხსნესო, იონას შენის ვედრებით მიწყალენ ჩვენსა იესო. რომელი სოფელს ესვიდეს ძლეულიც მისგან იქმნესო, რომელი შენს ძალს ესვიდეს აცხოვნებ მის სულს იესო. რომელი გულით გიღებდეს ნაყოფსაც გამოიღებსო, სიტყვას გისმენდეს, მიგდევდეს მოწყარო ტკბილო იესო. ყოლა წმინდა იწმინდათა თანარჩეულსა ზედა მოიხილებსო, ღირსისა სერგის მეოხებით აცხოვნენ სულნი ჩვენი იესო. რადონეჟელზეა საუბარი ძვირფასებო. ერისა კაცი ძესა მას თვისსა კათალიკოსად დაგვიდგინებსო, არსენის ლოცვით ნუ ვიტყვით ძვირსა, ნუ მსგან ვიკითხავთ ტკბილო იესო.
გახსოვთ ეს ალბათ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან, როდესაც თვითონ ღირსმა მამამ გრიგოლ ხანძთელმა დაუშვა ეს ამბავი. ყოველი ზრუნვა შენსა თვინიერ ამაო ღვაწლი შრომა იქმნესო, უკვე თუ გეტყვით მოძღვარს ღვთისნიერს აღგვავსებ მადლით კბილო იესო. მარხვა კაცისთვის და არა კაცი მარხვისთვის იქმნესო, გვასწავებ დიდს და პატარას ბრძენოდათ კბილო იესო. ზარსას სცემს ყოველ სოფელსა მოსვლა შენი იესო, მშობელმან შენმან გვარიდნა რისხვასა ღვთისანიერსო. ხიბლის მიზეზი არც ლოცვა და არცა მარხვა იქმნესო, ქადილი მათით და ლტოლვა სიმდაბლისაგან იესო. რომელიც ხვისა კურნებას რწმენით აქ თხოვდეს იღებსო, რამე თუ კაცთა ბუნებას დაცემულ სწყალობ იესო. პეტრეს მოწაფე სახარებასა, კეთილის სიტყვით ჩვენ აღგვიწერსო, რათა გადიდოს შენი სყიდულმან სულმან მესია ტკბილი იესო. ეს გახდათ მარკოს მახარებელის შესახებ. და საერთოდ ჩემო ძვირფასებო, თუ რომელიმეს კითხვა გაგიჩნდებათ, რომელიმე სტროფთან დაკავშირებით, რომელიმე აზრთან დაკავშირებით, მომწერეთ წერილი და მე თქვენ აუცილებლად გიპასუხებთ. ახლა კი წიგნიდან წმინდათა საგალობელი. მადლი მშვიდობა და სიხარული ოჯახს გისურვეთ ყოველ წელს მეკვლეთ, ვინც არ გაცვალა ღვთის სიყვარული წუთი სოფელში დაგლოცავთ თეკლე. რომ ბაძავდეთ წმინდას კეთილს და სამაგალითო ისა, დღეს გვანიჭებს ლოცვით ღმერთი არსენ კათალიკოსისა. ერს ათონის მთით გვეწვია, უხვი მადლის ცით მთოველი, გლოცავს ღმერთი ცივერიას ხატით დედის ღვთის მშობელის. გიხსნათ სული ღრმა ძილისა, მომგვრელისგან ნარკოზისა, ლოცვით მთხრობლის ღვთის სიტყვისა, მახარებელ მარკოზისა. არ გვსურს ვისაც რჯულის სხვა და არ გვწამს მაია სტომისა, ღვთის მშობელი გვიფარავს და ხატი პალიასტომისა. ჩემო ძვირფასებო, 18 ოქტომბერს ჩვენ ვიზეიმეთ ტაო-კლარჯეთის ყველა წმინდათა ხსენების დღე, რომელთა შორის უდიდესიც გახლავთ ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი. აი სწორედ მისადმი ვედრებით, მე დღეს დაგემშვიდობებით ჩემო ტკბილო და საყვარელო ადამიანებო. ავთვალს და ბოროტს, ლოცვებით გვირიდოს, უწმინდეს სულის მისმა სანთელმა, გვიხსნას ღვთის ერი, ვევედროთ გრიგოლს, კვლავს თხოვოს ქრისტეს ჩვენთვის ხანძთელმა. გმადლობ, გლოცავ და მიყვარხარ საქართველო.